მართალია ცოტა გაბრაზებული ვარ ჟურნალისტებზე, მაგრამ ისეთი სახელი აქვს თქვენ გადაცემას, რომ ვერ გითხარით ვარიას. უნდა ისაუბრო როგორია მეგობრობა, რა არის სიყვარული და არის როგორ არ უნდა დაჩაგრო, ან შენ როგორ არ უნდა დაგჩაგრონ, როგორ უნდა გიყვარდეს შენ ქვეყანა, როგორ უნდა გიყვარდეს შენ ცოლი, შვილი, მამა, დედა, ბებია. ეს დიდა აქვს აქ კომფორტი, ასე ვთქვათ, როგორც ფიზიკური, ასე ფსიქიკური, ის არც ნარკოტიკთან არის. ბედნიერი ადამიანი არ ხდება დამოკიდებული ამას პირდაპირ გეუბნები. არ არსებობს ბედნიერი ადამიანი არასოდეს არ გახდება დამოკიდებული. ნარკოტიკი ეძებს ადამიანებს, რომლებიც არ არიან ბედნიერები. ბატონო, ყველაზე ხშირად რა გართულებები მოსდევს ნარკოდამოკიდებულებას, დაავადებებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას გულის? დოზირების ფაქტს შევესწარეთ. დავრეკეთ 112-ში, სანამ 112 მოვა. პირველადი დახმარება უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. ასე ამბობენ ხოლმე, რომ ბუნებრივია დამოკიდებული არ ვარ, მარიხუანა რამდენად საშიში. დამოკიდებულებას არ არის გამორიცხული ჰაშური ფსიქოზები, არ არის რაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება. ანუ რაღაცა მქონდა მე გენეტიკურად ფსიქიური აშლილობა, რომელიც არ ვლინდებოდა და მარიხუანა მოვწიე და გამოვლინდა. სუბუქი და მძიმე ნარკოტიკი. როცა ვამბობთ სიტყვა ნარკოტიკს, უკვე არის ნარკოტიკი. იქ ჩვენ მივამატებთ სუბუქს, კლუბურს, მძიმეს, უმძიმეს თუ ასე შემდეგ. არა აქვს უკვე მნიშვნელობა, ვამბობთ ნარკოტიკი. ეს არის დაუშვათ ამ ქვეყნის დიდი უბედურება, მაგრამ ჩვენ ვქმნით ამ უბედურებას, სხვაგი არავინ არ ქმნის. არავის არ მოაქვს ეს გარედან, ჩვენ ვქმნით ამ უბედურებას.